აი რა განაპირობა ჯერ ის, რომ ამ ხარისხის ინვესტიცია იდება საქართველოში და ამავდროულად რა საფრთხების მომტანი შეიძლება გახდეს არსებულ ფონზე. თავარი შეტევის თუ თავდაცვის ხაზი, რომელსაც ახლა ხელისუფლების მხარე, მათი გამправებლების არმია აგებს, არის მაგ შინაარსის, რომ ეს არის მხოლოდ ინვესტიცია და რა არის ამაში საშიში, ეს არ არის რაღაც საფრთხის შემცველი ფულის ჩადება, ეს არის უბრალოდ ინვესტიცია. უბრალოდ გაუგებარია მანდაი რა იგულისხმება, რა წარმოდგენა აქვს იმაზე ინვესტიცია, რას ნიშნავს, ან რა წარმოდგენა აქვს იმაზე, როცა ვასახელებთ ეს სიტყვა ინვესტიციას, მანდ დაცვის რა გარანტიები ამოტივტივდება ხოლმე თავში, რატო წარმოუდგენიათ, რომ ფული, რომელსაც დაერქვა ინვესტიცია, აღარ არის საშიში. ანუ სინამდვილეში მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ არსებობს რაღაცა იდეოლოგიური ან დემოგრაფიული ექსპანსიის საფრთხე, რომელიმე მიმართულებიდან, ამ მიმართულებას თუ აქვს ქვეყანაში ფული, გულისხმობს საფრთხეს დემოგრაფიული და ეკონომიკური ექსპანსიის გაზრდის. ანუ ეგ ავტომატურად იგულისხმება, რომ ინვესტიცია, რაც ნიშნავს სინამდვილეში ქვეყანაში ბიზნესის ყიდვას და ამ ბიზნესში ფულის დაბანდებას, ანუ რაღაც ბიზნესის წარმოებაში ფულის აკუმულირებას, იგულისხმება მასში ის, რომ რაღაცა მხარე ძალიან დიდი ფულის შემოტანას მოახდენს და რაღაცა სფეროს აითვისებს, რომელშიც იტრიალებს ძალიან დიდი თანხა. მით უმეტეს ბიზნესების სახეობების განსხვავებული შინაარსით მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს საფრთხეების კუთხით. მაგალითად, თუ საუბარი გვაქვს, თქვათ, ერთის მხრივ, არ ვიცი, პირობითად რაღაცა ტექნოლოგიების მწარმოებელ ქარხანაზე, ამასაც შეიძლება ქონდეს საფრთხე, როგორც უცხოური ელემენტი, რომელსაც შეიძლება მტრული განწყობები ქონდეს და დიდი გავლენა მოიპოვოს ქვეყანაში ფულის რაღაცა დიდი მასშტაბების ქონის საფუძველზე, მაგრამ კიდე სხვა საფრთხეა, თუ მაგალითად ბიზნესი უკავშირდება თქვათ სამშენებლო კომპლექსების დაარსებას და მე აქ უცხოელების ჩამოსახლებას აქ პირდაპირ უკვე დემოგრაფიული საფრთხეც ჩნდება. ანუ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ინვესტიციაზე და ვიღაცას წარმოუდგენია, რომ ინვესტიცია რაღაცა, რადგან სიტყვა ინვესტიცია ითქვა, ეს რაღაცა განყენებული საფრთხისგან და განყენებული პოლიტიკური გავლენებისგან, ხალხო მთელ მსოფლიოში მსხვილი ბიზნესი არის პოლიტიკური გავლენების მთავარი ბირთვი. ნებისმიერ თუნდაც განვითარებულ ქვეყანას დავუყვეთ, მსხვილი კორპორაციები არის უზარმაზარი პოლიტიკური გავლენების მქონე ნებისმიერ ქვეყანაში. ამიტომ როცა ამა თუ იმ ქვეყნიდან, ამა თუ იმ გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური რეგიონიდან ჩვენ შემოყავს ინვესტორები, რომლებსაც შეუძლიათ გახდნენ ძალიან მსხვილი მესაკუთრეები, მწარმოებლები, მსხვილი კაპიტალის მფლობელები შენს ქვეყანაში, ეგ ავტომატურად პირდაპირ სინონიმია მოცემულობის, რომ ამ ჯგუფს ექნება დიდი პოლიტიკური გავლენები. ჩვენ ავტომატურად ვთანხმდებით დიდი პოლიტიკური გავლენების დაშვებაზე დიდი ფულის შემოტანი ჯგუფის ხელში. აი მაგალითად ეს მაგალითი მოყავს ხოლმე ჩვენ გადაცემებში, აი რო წარმოვიდგინოთ მარტივი წარმოსადგენი რო იყოს, რაღაცა პატარა ღარიბი სოფელი, სადაც ამ სოფლის ნახევარი იყიდა ვიღაცამ ტერიტორია და გააშენა ძალიან ძვირადღირებული რაღაცა თქვა საწარმოგნებავთ, არ ვიცი, მოაშენა რაღაცა სოფლის მეურნეობის სფეროში რაღაცა ან სასტუმრო რაც გნებავთ, რომლის ღირებულებას ფაქტიურად მეორე სოფლის მეორე ნახევრის ღირებულებას აჭარბებს. მან ხო ავტომატურად იგულისხმება, რომ ამ მესაკუთრეს ძალიან დიდი შესაძლებლობები გაუჩნდა ამ სოფელში დაიქირაოს დაინტერესებული პირები, მათზე ფულადი დაინტერესებით გავლენები მოიპოვოს იმ ინტერესების გასახორციელებლად, რომ დაარჩენ სოფელშიც რაღაცა თქვა საკუთარი შესაძლებლობები გაზარდოს და ასე შემდეგ. ზუსტად ანალოგიური მოცემულობა იგულისხმება მთელი ქვეყნის მასშტაბით ინვესტორების შემოსვლაზე. არ ვიცი, ხალხი ლაპარაკობს
deep state. Deep state ხალხო არის თუ აი ხა ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ხაზი, რომლის ირგვლივაც მიდის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრის დისკუსია არის როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეს პოლიტიკურ ელიტას deep state-ის მიმართ. Deep state ხალხო არის მსხვილი ბიზნესმენების ერთობა, რომელსაც ჩრდილოვანი გავლენები გააჩნია ამ დასავლეთში. აი შინაარს deep state-ის არის მსხვილი ბიზნესმენების ერთობა, რომლებსაც დიდი გავლენები და კავშირები გააჩნიათ ადმინისტრაციულ აპარატთან, ბიუროკრატიულ აპარატთან დასავლეთში და შემდეგ ამ ბიუროკრატიული აპარატთან არსებული კავშირებით მართავენ თურმე ჩრდილიდან ამერიკასაც და ჩვენც თურმე გვმართავენ. ეხლა deep state-ს რო შემოქონდეს აქ ინვესტიციები, მაგალითად არჩე რაღაცა თანხებს აბანდების არჩე NGO იქნება თუ მედია ბიზნესში იქნება თუ რაღაც სამშენებლო ბიზნესი იქნება, კაზინოების ბიზნესი იქნება, ბანკების ბიზნესი იქნება, რაღაც ბიზნესში ან ბევრ ბიზნესში რო deep state-ი აბანდებდეს ფულს, ხო ყველას გვესმის, ეგ არის გავლენის წყარო. თქვენ დაპანიკდით ხოცები იმაზე რომ გარედან შემომავალი გრანტები დაფინანსება NGO და პოლიტიკური სექტორისთვის იყო საკმარისად მასშტაბური იმისთვის, რომ აქ პოლიტიკური ვითარება გაეხადა არასტაბილური. თუ deep state-ს ლეგალურად ექნება საქართველოში ბიზნესი უზარმაზარი მასშტაბების, ან მასშტაბების, რომელიც თავისი ფინანსური ოდენობით აღემატება ბიზნეს ივანიშვილის ქონებას მით უმეტეს, ეგ პირდაპირ ლეგალური ადგილობრივი საშუალებაა აქ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების დაფინანსების, ხო? აქედან გამომდინარე ავტომატურად ინვესტიცია გულისხმობს, დიდი ინვესტიცია, რომელიც იმხელა ფულს უკავშირდება, რომ ამ ფულს შეუძლია ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი განსაზღვროს სურვილის შემთხვევაში, ეგ ავტომატურად გულისხმობს დაშვებას ძალიან დიდი პოლიტიკური გავლენების, იდეოლოგიური გავლენების შესაძლებლობის იმ ჯგუფისთვის, რომელიც შემოდის. აქ არ არის საუბარი, რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ინვესტიციებზე როგორც ასეთზე ზოგადად უარი უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ინვესტიციებს თან მოყვება პოლიტიკური გავლენა. არის სოფლიოში ქვეყნები, რომელთა წარმომადგენლების შემთხვევაშიც არ იგულისხმება, ან ნაკლებ სახიფათო ვერსია იგულისხმება გავლენების რაღაც იდეოლოგიური დაინტერესების, არის პირობითად რო ვთქვათ, მაგალითად იაპონელები რო აქ ახორციელებენ ინვესტიციას, ან სამხრეთ კორეელები, გასაგებია რომ მათ რაღაცა იდეოლოგიური დღის წესრიგის შეცვლა იმისთვის, რომ დემოგრაფიული სურათი შეცვალონ და ექსპანსია მოახდინონ დემოგრაფიულად, ამისი ამბიცია ნაკლებად ექნებათ. ამ გათვლით ნაკლებად განახორციელებს ვინმე რამეს. თუნდაც ჩინელები შეიძლება გეოპოლიტიკური ამოცანები ქონდეთ, მაგრამ აი მაგალითად სატრანზიტო ფუნქცია უზრუნველყოს საქართველოს მათთვის, მაგრამ აი რაღაცა მოდი ახლა ქართველებს ტრადიციული შეხედულებები შევაცვლევინოთ და რაღაც მათი იდენტობა შევცვალოთ იმისთვის, რომ მათი ექსპანსია მოახდინოთ და ჩავყლაპოთ, ამის შესაძლებლობები პირდაპირ გზით ნაკლებად ჩანს ჩინელების შემთხვევაში. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ვიმყოფებით ისლამურ კალის გარემოცვაში, სადაც ფიზიკური ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი არ არის არანაირი რეალური პარტნიორებით და ამ პირობებში შემოყავს ინვესტორები, რომლებსაც პირდაპირი დაინტერესება გააჩნიათ ჩვენს რეგიონშიც და პირდაპირი იდეოლოგიური შინაარსი გააჩნიათ ისლამური ექსპანსიის. წარმოადგენს სახელმწიფოს. წარმოადგენს სახელმწიფო კომპანიაა ეს MRI, ან წარმოადგენს სახელმწიფოს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია, ჩამოდის მათი პრეზიდენტი და დაინტერესებულია ჩადოს ფული, რომელიც აღემატება ბიძინა ივანიშვილის ქონებას. დაინტერესებულია ჩადოს ქვეყანაში, სადაც ადგილობრივი ბაზარი არ ითვალისწინებს ამ მასშტაბის ინვესტიციის დაბანდების შემთხვევაში მხოლოდ ადგილობრივების ხარჯზე ამის ამოღებას. დაინტერესებული ჩადოს ქვეყანაში, რომელიც პოლიტიკური რეალობა და გეოპოლიტიკური რეალობა, მეზობლებთან ურთიერთობა არის ძალიან არასტაბილური და აქედან გამომდინარე გაუგებარი ჩანს ამ ხელა მასშტაბის ინვესტიციის გარისკვა, რის ხარჯზე ხდება, თუ აქ არ არსებობს იმ ტიპის გარანტიები,
ან ისეთი ტიპის დაინტერესება, რომელიც ამხელა მასშტაბის რისკებს წონის. მაგალითად, შეიძლება 6 მილიარდს მხოლოდ ბიზნეს გათვლებით ვიღაცა თუ უყურებს. არ რისკავდეს მაგალითად, იმიტომ რომ ეს ბაზარი არ ითვალისწინებს ამდენის ამოგებას და თან ძალიან სარისკო გარემოში ამის დაბანდება. სულ რო ეხლა ეს ბაზარი მდიდარი იყოს და ითვალისწინებდეს ამოგებას, ასეთ სარისკო გარემოში, სადაც პოლიტიკური ველიც ცვალებადია და შეიძლება ხვალ შეიცვალოს, ხები მოვიდნენ და აღარ იყოს ეგეთი კომფორტული ჩემი ინვესტიციის აქ დაცვა, ან მეზობელთან კონფლიქტი განახლდა და იმ პირობებში აღარ იყოს დაცვა. მხოლოდ ფინანსური ინტერესი და გარისკვის მოტივები უფრო ძნელად შეიძლება წავიკითხოთ, მაგრამ თუ ფინანსური ინტერესის მიღმა არსებობს კიდე მაგალითად დემოგრაფიული ინტერესი, თუ არსებობს კიდე გარკვეული გარანტიების იმედი მეზობელი ქვეყნების მხრიდან, ვინ შეიძლება დაიცვას მათი ინვესტიციების უსაფრთხოება, მეზობელი ქვეყნები, რომლებიც იდეოლოგიურ და რელიგიურ ჭრილში მოკავშირეები არიან და ამ ნაწილში მათი ფასი მნიშვნელოვანი იქნება არაბებისთვის და ჩემი აზრით ეგ ავტომატურად იმთავითვე იგულისხმება, რომ გარკვეული თანამონაწილეობა ამ კუთხით თურქეთის მხრიდანაც თავიდანვე განსაზღვრულია. ეს კითხვები არსებობს, არაბები რო შემოვლენ, რას აპირებენ, ვის ხარჯზე აპირებენ ამის ამოღებას, ამ დანახარჯის ამოღებას, რატო რისკავენ ღარიბ ქვეყანაში ამ ხელაფულს, რა გარანტია აქვს, რომ აქ რამე კრიზისი არ მოხდება და ვიღაცა უარს არ იტყვის მათი ამ დანახარჯების დაცვაზე. ხომ არ აპირებენ, რადგან მხოლოდ ქართული ბაზარის ხარჯზე ამ ფულის ამოღება შეუძლებელია, ეს რისკი ხომ არ უკავშირდება ისევ არაბული ქვეყნებიდან, ისლამური ქვეყნებიდან, თურქეთიდან, მაგალითად აზერბაიჯანიდან და სხვა ისლამური ქვეყნებიდან კლიენტების მozიდვას. ეს კითხვები ხო ლეგიტიმური კითხვები, ეს კითხვები ხო რაღაცა ზედაპირზე დევს და როგორც მინიმუმ საჭიროებს პასუხს. რაღაცას ყიდით იმ ფასად, რა ფასადაც ფაქტიურად საქართველოს არ გაუყიდია არაფერი არასდროს. ანუ ეს არის პროექტი, რამხელა პროექტიც აქამდე საქართველოში არ დაწყებულა. ანუ ჩვენ ყიდით ახლა ყველა ძვირადღირებულ რაღაცას, რაც კი ოდესმე გაგვიყიდია. და ხალხს უჩნდება კითხვები, რა პირობებზე ვახორციელებთ ამ პროექტს. რა არის პირობები და რატომ არის დაინტერესებული, რითი დავაინტერესეთ არაბები ასე, რატომ არის ისინი ასე მოტივირებულები, მოგვეცით შეთანხმების პირობები. და ამ მოთხოვნაზე უცნაური დუმილი მეორე მხრიდან, რომ ყველაფერზე მიდის ლაპარაკი კონკრეტული პირობების გარდა. ყველაფერზე მიდის ლაპარაკი ამ კითხვებზე რეალური პასუხების გარდა. აი საიდან ვიცით ეს ხალხი რომ ჩვენ გვიტევს? რომ არა, ეს უბრალოდ ინვესტიცია. რა არის თქვენი დარწმუნების წყარო? შენ საიდან ვიცი რომ მხოლოდ ინვესტიცია? კი, გავიგე რომ ინვესტიცია ბევრნაირი არსებობს. ინვესტიცია ისიც რომ მაგალითად არაბული ქალაქი ააშენო და არაბები ჩაასახლო, მაგასაც ინვესტიცია ქვია. და ინვესტიცია ქვია იმასაც რომ ქალაქი ააშენო და ქართველები ჩაასახლო. ორივე ვერსიას ინვესტიცია ქვია, მაგრამ შენი დარწმუნების წყარო რა არის იმაში რომ არავინ არ აპირებს მაგალითად არაბების ჩასახლებას. რაზე დგას ჩვენი სიმშვიდე ამ ნაწილში? რაზე დგას ჩვენი სიმშვიდე იმ ნაწილში, რომ არაბები რო აქ 6 მილიარდის მიმოქცევას შემოიტანენ საკუთარი ფულის, ამ ძალიან დიდრები რო იქნებიან და გავლენა შეეძლებათ ამ ფულით მოახდინონ მედიაზე, გავლენა შეეძლებათ მოახდინონ პოლიტიკურ ჯგუფებზე, რაზე დგას შენი რწმენა და იმედი იმისა, რომ მას გავლენის მოხდენას არც კი მოისურვებენ და ვერ შეძლებენ. ბიძინა ივანიშვილს. ხო და ბიძინა ივანიშვილზე თუ დგას, ბიძინა ივანიშვილი. ფაქტია რომ ასე დგას. ხო ის რო არ გამოსულიყო და რომ გვენახა ყველას, კიდე დარჩებოდა რაღაც კითხვები ისევ ოცნების მხარდამჭერებში, მაგრამ ფაქტია რომ ბიძინა ივანიშვილი არის გარანტორი. კი, მაგრამ აი ბიძინა ივანიშვილი როგორც შეხვდა მაგ არაბებს, რაც იკითხებოდა აი ამ შეხვედრის დროს მხარეების განწყობებში, სხეულის ენაში, დაინტერესების ხარისხში, რომელსაც მხარეები ავლენდნენ. ეგ პირიქით იმის დემონსტრაცია არ იყო, რომ ბიძინა ივანიშვილზე არაბებს პოლიტიკური გავლენა ექნება დიდი. ანუ პირიქით მან ჩანდა ერთი მხარე, დამხვედრე მხარე ძალიან დაინტერესებულია მეორე მხარის ყიდველის, ფულის შემომტანის კეთილგანწყობით. კეთილგანწყობით დაინტერესება ნიშნავს შემდეგს, აი მე ფული რო შემომაქვს,
მე მინდა რომ მაგალითად აი პირობითად არაბები აი იქ კარგად გრძნობდნენ თავს. აი ეხლა აქ ხომ მომიზომეთ 6 მილიარდის ქალაქი. აი ქალაქის ცოტა გვერდზეც კარგად მინდა გრძნობდეთ თავს და თუ შეიძლება ეგ დამირეგულირეთ. მე მინდა გრძნობდეთ თავს ისე რომ მაგალითად არაბები რო საქართველოს ტერიტორიაზე გასეირნებას მოისურვებენ, მათ მიმართ ყველა ასხივებდეს გადაჭარბებულ კეთილგანწყობას და თუ ისინი რაიმე უძრავი ქონების შესყიდვას ისურვებენ, ეს მზაობა იყოს ხოლმე მაღალი ადგილობრივების მხრიდან. თუ არაბები ისურვებენ სადღაც სოფელში გასეირნების დროს, რაღაცა ადგილების მოწონების შემთხვევაში იყიდონ სამოსახლო მიწა სადაც სოფლად, ამას არ ექნებოდეს დიდი ბიუროკრატიული საკანონმდებლო ბარიერები. ამის განხორციელება იყოს მარტივი. აი ასეთი მოთხოვნები და ინტერესები თუ გაუჩნდათ არაბებს, ბიზნე ივანიშვილისა და არაბების შეხვედრის სურათი, ვიზუალი იძლეოდა იმ განწყობას, რომ ეს გავლენა მოსალოდნელია, რომ მათ ექნებათ ივანიშვილს. ანუ როცა ვკითხულობ, რაში იგულისხმება ვიღაცას 6 მილიარდი რო შემოაქვს, მას გაუჩნდება ამ 6 მილიარდით მაღალი პოლიტიკური გავლენები, მაგაზე პასუხი იმ კადრებმა გაქვს, კაცო, მაღალი პოლიტიკური გავლენები ნიშნავს ამას, მე მომაქვს ფული და ვიღაცეებს, ვისაც პოლიტიკური ძალა აქვთ, ეს ფული რო ჭირდებათ, ის ვიღაცეები კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად ფულის შემომტანის რაღაცებს უსრულებენ ხოლმე, ხო? ან დემონსტრაცია იმისა, რომ ვიღაცა მხოლოდ TV პირველის ყიდვა და ხაბეიშვილის ყიდვა კი არ მოუწევთ და მხოლოდ კი არ იქნება მაგათი გავლენა. თვითონ ოცნება იქნება მაგათი გავლენა. ვიღაცა, რა ვიცი, ცუდი თვალით შეხედავს და შეიძლება პოლიციამ ესენი დააკავოს ქართველები. ვიღაცა რაღაცა გაანერვიულებს ზედმეტად არაბს, რომელიც მაგალითად სადმე არ ვიცი პირობითად ბაზალეთში ბაზალეთის ტბის მეორე მხარესაც ერთ მხარეს ხო შენდება ბაზალეთის ტბის ერთ მხარეს სოფელი. აი მეორე მხარესაც სოფელს რომ მოინდომებს და ადგილობრივი მოსახლეობა თუ შეეცდება შეწინააღმდეგებას, იმედი პოზიტივი TV პირველი TV ფორმულა ერთ ხმაში არაბების მიერ გადახდილი ფულით იყვირებენ იმას, რომ ეს არის ფაშიზმი, ეს არის ინვესტიციების დასამარება, ეს არის ქართული ეკონომიკური აღმასვლისთვის რაღაცა წინაღობის დადება და შესაბამისად ასეთი ხალხი მათ შორის ისმის სხვათა შორის ეგრეთ წოდებული საინტერესოა კონსერვატივის მანტია მორგებული ექსპერტები ხო არსებობენ საქართველოში და რაღაც აქტივისტები და ისინი ასეთ მოწოდებებსაც კი აკეთებენ, ვინც აი ესეთ ინვესტორების წინააღმდეგ განცხადებებს არ ჟღერებსო და აი რაღაც სკეპტიციზმს თესავს უნდა მიღებული იქნას შესაბამისი კანონები და სამართლებრივი სვლები, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არ გააუარესონ და ტურისტები არ დაგვიფრთხონ და ამიტომ არ რაღაცა ასე რა ქვია ჩვენს ეკონომიკას არასტაბილურობის ქარცეცხლი არ მოაქციონ და ეს ხალხი დაიჭირეთო. ეს რაც ეხლა ჟღერდება, ეს უკვე არის არაბების გავლენის გამოხატული ხალხო. რა კითხვებსოთ, რა მომავლის სავარაუდო სცენარებზე კი არ ვლაპარაკობთ. ეხლა აქვთ უკვე გავლენა, ჯერ არ დაწყებულა ეს პროექტი და ვიღაცები ამტკიცებენ, რომ ამას ვინც უტევს, ის არის მოღალატე, ფაშისტი, ექსტრემისტი, საქართველოს სტაბილურობას და ინვესტიციის წმინდა იდეას უთხრის ძირს. არაბები შემოვლენ და აქ 6 მილიარდი რო დატრიალდება, ზოგი მათზე სამშენებლო კომპანიაში რო იმუშავებს, ზოგი მათი მძღოლი რო იქნება, ზოგი მათ კაზინოში რო იმუშავებს, ზოგი მათგან მედიაში ფულს რო აიღებს, ზოგი ხაბეიშვილივით იმას რა ქვია სალაპარაკოდ რო აიღებს ფულს და თლიანად ხელისუფლება რო პირდაპირ ამ ინვესტიციის მთავარი ბენეფიციარი რო იქნება, მან ნაკლებობა კი არ იქნება ხალხის, რომელიც გამწარებული გააправებს არაბების აქ რაოდენობრივ ზრდას იმ იდეით, რომ ისინი ეკონომიკას აჯანსაღებენ და მოგვიყვებიან მერე რაღაცა ისტორიებს იმაზე, რომ რას ლამობთ ხალხო ყატარში აგერ სულ რაღაც 20%-ია მოსახლეობა არაბები და იქ თუ აშენდა და აყვავდა ყატარი საქართველოში რა პრობლემაა და ეგ უკვე დემონსტრაცია ხდება ჩვენ ამ თეორიულ მომავლის ვერსიებზე კი არ ვლაპარაკობთ. ეხლა აქვთ მათ გავლენები, ეხლა ვინც დადგა და ეგრეთ წოდებული მოკონსერვატორო ელემენტები რო ქების რაღაცა პოსტებს რო აცხობენ სოციალურ ქსელებში, ეს რა მაგარი დღე დაგვიდგა
არაბებზე 6 მილიარდად გავყიდეთ მიწა საქართველოში და ეხლა არაბები ქალაქს ააშენებენ ამაზე და ამას ვინც უტევს და ამას ვინც აკრიტიკებს მოღალატებიან ამ პოსტებს და ამ განცხადებებს ხო ვკითხულობ. ეგ არის გავლენის ჩანასახოვანი ფორმა, რომელიც ეხლა ჯერ არ დაწყებულ სამშენებლო გრანდიოზულ პროექტზე უკვე სახეზეა და მე რა იქნება წარმოდგენს კი მზარავს ამ პროექტის გაჩერება იქნება ძალიან რთული. ძალიან სახიფათო და შემთხვევითი არ არის რომ ჩვენ გარდა არავინ ამ თემაზე პრაქტიკულად არავინ არ ლაპარაკობს